ზამთრის მოახლოებასთან ერთად იმატა სეზონური გრიპის გახშირებულმა შემთხვევებმა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივითა და მერიის ხელშეწყობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა სეზონური ვირუსით გამოწვეულ გართულებებზე, გრიპის გავრცელების გზებზე და დაავადების პრევენციულ ღონისძიებებზე. შეხვედრის ბოლოს მედიკოსთა მობილურმა ჯგუფმა მსურველებს ადგილზე ჩაუტარა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ზამურ ჭითანავა ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ 2025-2026 წლების ვაქცინა არის ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი და მსურველებს იმუნიზაციის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში შეუძლიათ აცრის ჩატარება. ყოველწლიურად ვიცრები გრიპის ვაქცინით, ძალიან კარგად კმაყოფილი ვარ და ძალიან დადებითად მოქმედებს ეს ჩემზე. მინდა გითხრათ, რომ მთელი წელიწადი ისე კარგად გვგრძნობ თავს, რომ ვისურვებდი და მოუწოდებდი ყველას, რომ ყველა აიცრას ნამდვილად მისასალმებელია ეს ჩემთვის ძალიან და ყოველწლიურად ვცდილობ არასდროს არ გამოვტოვო ეს საცრა. დღესდღეობით ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომი არის და შეიძლება მარტივად ერთი ინექციით წელიწადში ერთხელ მოახდინო გრიპის პრევენცია. აი ამ ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდა, სწორედ მოსახლეობაში ამ ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი არის გრიპის სეზონური საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს ნებისმიერმა პირმა, მაგრამ რა თქმა უნდა პრიორიტეტული არის რისკ ჯგუფები და ესენი არიან ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, დიაბეტი, ნევროლოგიური, იქ გულსიძახვის სისტემის მქონე პაციენტები, ასევე პრიორიტეტული არის რა თქმა უნდა C ჰეპატიტის მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობაზე არიან, დიალიზზე მყოფი პაციენტები, სამედიცინო პერსონალი არის კიდევ პრიორიტეტული და სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული, აგრეთვე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და აგრეთვე ყავს წარმოდგენილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალი, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ მოკლედ ბავშვებთან და ახსაზრდელებთან და მათთვის არის რეკომენდირებული ეს ვაქცინა.